Так вот, ein Moment, kannst du dann in einer Stunde das Brot raustun? Ja, მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან შინაურულად რა, ეხლა მე არ დავიწყებ ბრანჭას, დღეს დილით ხო გაგებ ბრანჭეთ, ეხლა არ ძალიან შინაურულად გეტყვით, რომ აი ზუსტად აქ ვიჯექი და მეუფე ქრისტეფორეს ლოცვებს კითხულობდი. და მინდა ამასთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა ვთქვა და ძალიან მაგარი რაღაც მინდა რომ ვთქვა რა. მოგესალმები ნინო. ესე იგი, ძალიან შინაურულად კიდე გეტყვით, აი ესე რა, სახლში წამოგორებული ვარ ტახტზე და მოდი ცოტა ესე ავიწევ. მეუფე ქრისტეფორეს ლოცვები წავიკითხე დღეს. ეხლა განსხვავება რა არის იმ ლოცვებთან შედარებით, რომელ ლოცვებსაც საპატრიარქო ილია მეორის საპატრიარქო გვალოჩინებს ყოველ დღე და მეუფე ქრისტეფორეს ლოცვებთან რა. ანუ ჩემი სურვილი რაც სულ ყოველთვის მქონდა რომ მე ვთქვი ხალხო ამ ყოველდღიური თავის წყევლას რომ ვკითხულობთ ხო? არ ჯობია უფალი ვადიდოთ მეთქი. უფალი ვადიდოთ, მადლობა უთხრათ რომ ასეთი კარგები გაგვაჩინა, ასეთი კარგები გონიევრები და არ დამხვდა ამ წიგში. აი ძალიან მაგრად აქვს მეუფეს გაკეთებული ეს ლოცვები შედგენილი რა და აი ნახე ადიდებს ღმერთს, ყოველ მეორე სიტყვაზე ღმერთს ადიდებს. მადლობას უხდის რომ წმინდა ქერუბიმებს, სერაფიმებს, წმინდა საყდარნით უფლებან ძალნით ხო. აი ნახე, წავიკითხავ ერთ მონაკვეთს რა. შვიდობა ნონა. მოვედით თაყვანივცეთ და შევუერთდეთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს უზენაეს არსთა განმრიგე ღმერთსა მამა ზეციერსა. დიდება და ქება შენ დიდებულო ყოველ ბრძენო და ყოვლის შემძლე მამაო ზეციერო. დიდება და ქება შენ წმინდაო მამა ზეციერო, შენგან მოწონებული ძის იესოთი. დიდება და ქება შენ უკვდავო და მარადიულო მამაო ზეციერო, შენი სული წმინდით. დიდება და ქება შენ ყოვლად ძლიერო და ყველაფრის მხედველო მამაო ზეციერო, შენი ერთგული თაყვანის მცემელი და ერთგულად მსახური წმინდა იერარქებით შენი, წმინდა ქერუბიმებით, წმინდა სერაფიმებით, შენი წმინდა საყდარნით, შენი წმინდა უფლებანით, შენი წმინდა ძალნით, შენი წმინდა ხელმწიფებანით, შენი წმინდა მთავრობანით, შენი წმინდა მთავარანგელოზებით, შენი წმინდა ანგელოზებით, შენგან კურთხეული და მადლმოსილი უფალ იესოს დედა მარიამით. ხალხო, აი დიდება და ქება შენ ყოვლად ძლიერო მამაო ზეციერო, შენ წმინდა ცხოვრებულო კეთილ მორწმუნენო მართალთა კრებულით. დიდება და ქება შენ წმინდა მამა ზეციერო, შენი წმინდა საუფლოთი, შენი წმინდა საუფლოთი სასუფევლით, შენი წმინდა სავანეებით და შენი წმინდა ნათელით. დიდება და ქება შენ ყოვლად ძლიერო და ყოვლის შემძლე მამაო ზეციერო, შენს მიერ შექმნილი ხილული და უხილავი სამყაროთი. დიდება და ქება შენ ყოვლის მყრობელო უზენაესო ღმერთო მამაო ზეციერო, პატრონო ყველაფრისა, მფლობელო ყველაფრისა, წარმმართველო ყველაფრისა, მბრძანებელო ყველაფრისა, წმინდა ხარ შენ, უზენაესო არსთა განმრიგე ღმერთო მამაო ზეციერო, დიდება შენ და სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. აი ამგვარი ლოცვებით არის მთლიანად წიგნი შედგენილი ხალხო და კიდევ არსად არ წერია ვაიმე მესაწყალი მემრუში მეცოდვილი მე ის და თავში რტყვა და იმების პროჭნა და ვაი და უი და აი ესეთი საზოგადოება ხო როგორიც ყავს დღეს საქართველოში ხო? იმიტომ რომ ყოველ დღე რომ დადგები და დილას აღამოზა ამ ვაიმე და დედაო რამეშველება მეცოდვილი რქები ამოგივა საბოლოოდ. და ჩემმა მეუღლემ რომ მკითხა თავის მამაოს რა დავით რკუნეო რა არისო ეს ცუდის ძახილში ვარ ჩემი თავისო და აქამდეო მეო ესეთი რაღაცებიო არც კი გამევლა ფიქრათო რა. ეხა ნახე აი როგორც დავახასიათე ხო ეს ვიღაცა იტყვის რეთველები გაგსაშიში თვალები საშიში თვალები მე კი არა ხალხო შეხედე საზოგადოებას საპატრიარქოს
მრევლს შეხედეთ რა თვალები აქვთ და მე ჩემ თვალებზე ისაუბრეთ. საშიში კი არა ბრძენი თვალები მაქვს მეგობრებო და ბრძენ თვალებს საერთოდ ჩლუნგი ადამიანი და უტვინო ადამიანი საშიშად აღიქვავს და ისა ამიტომ გონია რომ საშიში მაქვს ერთ-ერთმა დამიკომენტარა რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეუფის ლოცვები მოვედით აყვანივცე და შევერთდეთ მამაზე ზეციერსაგან წუთის სოფელში წარმოგზავნილ იესოს რომელსაც დაევალა კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ექადაგა კაცობრიობისათვის მამა ღმერთისგან დაწერილი წმინდა მარადიული საღვთო სახარება და რათა კანონიერად და კანონიკურად დაერღვია ადამიანის უგუნური წერილობითი ხელშეკრულება სატანასთან დადებული, რომელიც წერილობითი ხელშეკრულებითაც სატანამ ევას პირველ მშობიარობაზე მიხმარების საფასურად ადამისა და ევას თანხმობით მოიპოვა კანონიერი უფლება. პირველად გავიგე, მაგრამ სავარაუდოდ ესია. კანონიერი უფლება ყველა გარდაცვალებული ადამიანის სული. ადამის ევასი და მთელი მათი მოდგმისა გადასულიყო სატანის დაქვემდებარებაში გირაოთი. მანამდე სანამ უშობელი იესო შობილი არ გახდებოდა და უკვდავი იესო ქრისტე მოკვდავი არ გახდებოდა და ამ წუთის სოფელში არ გახდებოდა ამ წუთის სოფელში. დავით გურამიშვილის ლექსი სიტყვა ესე ღვთისა. აქედან არის ამოღებული ეს. კაცობრიობის გადარჩენისთვის მოვლენილო წმინდაო უფალო იესო ქრისტე, შენ ჩვენი საფუძვლიანად დამოწვრის გამო შურით განრისხებული ურია ებრაელები, მათი მღვდელმთავრები, მათი მწიგნობრები და მათი უხუცესები გიკრძალავდნენ მამა ზეციერის მიერ დაწერილი წმინდა სახარების ქადაგებას, რადგან მათ არ სურდათ, რომ რწმენისა და გადარჩენის გზაზე მოქცეულიყვნენ და გადარჩენილიყვნენ მათთვის სხვა უცხო ერები. ამიტომ მათი მღვდელმთავრები, მათი მწიგნობრები და მათი უხუცესების შეურაცხყოფას გაყენებდნენ, გდევნიდნენ სხვადასხვა გვარ ცილს წამებდნენ, დაგცინოდნენ და სამარცხვინო ჯვარზე გაგაკრეს. დიდებულო უფალო იესო ქრისტე, კაცობრიობის რწმენის გზაზე მოქცევის მცდელობის გამო ურია ებრაელებისაგან აიტანე საშინელი შეურაცხყოფა და დაცინვა და ტკივილები. აი, რა მომწონს მე ამაში, იცით მეგობრებო? გარკვევით გამოვყოფთ ჩვენს თავს იმ ურიებისგან რა. ჩვენ ურიები არ ვართ, ჩვენ არ ვაცვით ქრისტეს ჯვარზე. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ეხლა დღეს ეკლესიაში ისევ მამონა შეიტანა და ქრისტეს სიტყვას პატივი არცა, იმათ აცვეს ქრისტეს ჯვარზე და დღემდე ჯვარზე აცვავენ. მაგრამ მე აქ მომწონს აი ამ ლოცვებში, რომ გარკვევით წერია რა მოუვიდა ჩვენს იესო ქრისტეს, როგორ და რისთვის გააკრეს იესო ქრისტეს ჯვარზე, არ დაგვავიწყდება და სულ გვემახსოვრება და ჩვენ თავებს კი არ ვეუბნებით ჩვენ მრუშო და ჩვენ ხეს შეძახილმა გაახმო, ხო იცით რა და თუ შენ ყოველდღიურად შენ თავს მრუშოს და მეძავს უწოდებ, ხო? მრუშიც გახდები და მეძავიც გახდები და ავაზაკიც გახდები და მკვლელიც გახდები, თუ ყოველდღიურად უწოდე შენს თავს რომ მკვლელი ვარ და ავაზაკიო, ხალხო, არ შეიძლება ესეთი რაღაც, რასაც დღეს ეკლესია ხალხს აკეთებინებს. არ შეიძლება. აფირმირებს მხოლოდ ნეგატივს. და ხო შეიძლება რომ საბოლოო ჯამში დაუსვათ ამას წერტილი და მხოლოდ უფალი ვადიდოთ უფალი, რომელმაც გადაგვარჩინა, აგერ გარკვევით წერია რაში გადაგვარჩინა, როგორ გვიხსნა, რა იყო დადებული, რა ზავი ჰქონდა ამ ევას და ადამს დადებული, რომ ტკივილების გამო მთელი კაცობრიობა გაყიდა ამ დედაატირებულებმა, თუ რაც არიან, რა ვიცი მე. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან მომეწონა მეუფის ლოცვები რა, იმიტომ რომ გარკვევით წერია, რომ უფალი უნდა ვადიდოთ და სულ ამას ვამბობ, რომ უფლის დიდებაში უნდა ვიყოთ ჩვენ, უფლის მადლობის თქმაში უნდა ვიყოთ და აქეთ მივჩივით, რომ ჩვენ საწყლები რომ მოხვალ მეორედ, მაშინ შეიწუნენ ზვარაკნი და დედა აუტიროს ამ ქვეყანას. მოკლედ ერთი სიტყვით ყველა ერთმანეთს უწყევლით რა. ოღონდ ილია მეორეს ვადიდებთ და კარგად იყვნენ ეპისკოპოსები და პატრიარქები და ისენი. ხალხო, სხვანაირად დავიწყებ ლაპარაკს. მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგი ბავშვები ვართ. ჩვენ ვართ ქრისტეს ძალიან კარგი მოწაფეები.
გესმით? ჯობია ესე ვისაუბროთ. ჩვენ ვადიდოთ უფალი. ჩვენი უფალი არის იესო ქრისტე. ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე. იესო ქრისტემ გვიხსნა ჩვენ. ჩვენ ვუყვარვართ იესო ქრისტეს. ჩვენი ღმერთი მოწყალეა და არ უყურებს იქ ავაძაკები ვართ, ის ვართ, ეს ვართ, ის ვართ. თავარია მისთვის, რომ ჩვენ გვიყვარდეს ის, ჩვენ გვიყვარდეს ჩვენი თავი, ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი და ჩვენ გვიყვარდეს ყველა კარგი ადამიანი, ვინც უფალს ადიდებს, იესო ქრისტეს ადიდებს. მოდი ესე ვილაპარაკებ. ხო უფრო კარგია. ნახეთ, რამხელა განსხვავებაა, როდესაც ადამიანი ღმერთს ადიდებს და რამხელა განსხვავებაა, როდესაც ადამიანი ბოროტს ამხელს. მოდი იცი რა გავაკეთოთ, ბოროტი კი აღარ ვამხილოთ. დავიწყოთ უფლის დიდება. დავიწყოთ ერთმანეთისადმი სიყვარულის გაგზავნა. დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემა, დავიწყოთ ერთმანეთის თანადგომა, დავიწყოთ ერთმანეთის გაძლიერება, დავიწყოთ ერთმანეთის სიყვარული, დავიწყოთ ერთმანეთის ჩაღუტება, ვაჩუქოთ ერთმანეთს დიდები. ხო იცით? ეგ სიმღერა ტყუილად კი არ დაწერილა. ხო და ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული, ვაჩუქოთ ერთმანეთს ეს ლოცვები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ღმერთი ვადიდოთ. დიდებულო და ქებულო მამაო ზეციერო, რადგან შენს ვენახში და შენს სამყაროში გულწრფელად ვშრომობ და მოღვაწეობ, ხალხო, გულწრფელად ვშრომობ და მოღვაწეობ. არ ჯობია ეს ვიძახოთ, ვიდრე მესაწყალი მეწოდვილი? მერე გთხოვ, ამავსო სული წმინდისა და მომადლო ღვთივკურთხეული მოციქულობრივი ნიჭით. არ ჯობია ეს ვთხოვოთ, ვიდრე რაღა მეშველება მესაცოდავს, აბა რაღა გავაკეთო ამ საშინელ იმაში. ხო მაგარი აზრია, ხალხო, რა მაგარია. ჩვენ რო ყოველ დღეს უძახოთ ჩვენ თავს, რომ გთხოვ უზენაესო არს და განმრიგე ღმერთო მამაო ზეციერო, მომანიჭე უდიდესი მადლის მოსილება, რათა შენი სახელით იესო ქრისტეს სახელით და სულიწმინდის სახელით თქვენ სადიდებლად და ადამიანთა სულების გადასარჩენად შევძლო ადამიანების მოქცევა რწმენის გზაზე. ხალხო, სინათლე გამოჩნდა, დავინახე სინათლე. გევედრები ყოვლად შემძე და მოწყალეო მამაო, მომანიჭე უდიდესი მადლის მოსილება, რათა შენი სახელით, შენი დახმარებით, შენს სადიდებლად შევძლო ცოდვებს მონანულ ადამიანთა განკურნება ყოველგვარი ავადმყოფობისაგან. ხალხო, აი ეს არის, რასაც მე ყოველ დღე გეუბნებით. ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ქრისტე. იმას კი არ უნდა ვეუბნოდეთ, გამკურნე კი არ ვეუბნებოდეთ. მომადლე ნიჭი რომ სხვა განკურნო, მომადლე ნიჭი რომ განკურნების ძალა შევიძინო. და ეს იმისავით ნარიმანთა რო დგას ხალხი და მომეცი სანთელს რო ელოდება ერთმანეთის უჯიკავებენ და ხალხს ზოგს კიბეებზე აგდებენ და ოღონ და სანთელი აიღონ, სანთელი, კონფეტი, აი ესეთები არიან რა, ხალხო, აზრზე მოდით რა. სანთელი და კონფეტი კი არა. ხალხი, ავადმყოფი ხალხი რომ მოდის, წინ უნდა გაუშვა, უნდა მოეხმარო, ღმერთთან მივიდეს, შენ ქრისტე ხარ, შენ ქრისტეს ნიერი უნდა იყო, შენ უნდა გახდე ქრისტესნაირი, უნდა მოგმადლა ღმერთმა ეს ნიჭი. და ჩვენ თუ იქ ერთმანეთი ვცემეთ, რომ არა მე უნდა მივიდე პირველი ღმერთთან და არა მე უნდა მივიდე ღმერთთან, შენ წადი აქედან და დაუბრღვირეთ ეს თვალები. ხო წარმოგიდგენიათ სად ხართ არა? თქვენ ხართ ისევ საპატრიარქოს ეკლესიაში და აი ეკლესიაში სადაც ადამიანები ღმერთს და ქრისტეს დაემსგავსნენ, გევედრები მოწყალეო მამაზეციერო, მეც ჩემი ოჯახის წევრებით და ყველა შენი გულწრფელად მადიდებელი აღჭურვე შენი ღვთივკურთხეული საჭურველით, რათა ჩვენში და ჩვენს ოჯახებში ვერ მოაღწიოს და ვერავითარი ვნება ვერ მოგვიტანოს სატანისაგან და მისი ავსულიანი ადამიანებისაგან, ჩვენსკენ გამოტყორცნილმა სხვადასხვა უბედურების მომტანმა შხამიანმა ისრებმა. ასევე გთხოვ მამაო, ტკბილო და მოწყალეო, შენს მიერ მოცემული ღვთივკურთხეული საჭურველში და ჩემს სხეულში, საჭურველში, შენს ეკლესიაში ვერ შემოაღწიეს სხვადასხვა ავადმყოფობების გამომწვევმა ვირუსებმა, ჭღირებმა, ბაცილებმა, ბაქტერიებმა, მიკრობებმა, ალერგენებმა და გაციებებმა.
ასევე ვერავით არ იქნება ვერ მოგვიტანოს ავსულიანი ბოროტი ძალების მიერ თავიანთ კვლევით ლაბორატორიებში გამოყვანილმა ავადმყოფობების გამოწვევებმა, ვირუსებმა, ჭღირებმა, ბაცილებმა, ბაქტერიებმა, მიკრობებმა, ალერგენებმა და მათ მიერ მოწამლებულმა და გაყალბებულმა წამლებმა. ასევე ვერავით არ იქნება ვერ მოგვიტანოს მათ წარმოებაში და ფაბრიკებში დამზადებულმა მოწამლულმა საკვებმა, მოწამლულმა ჩასაცმელმა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამაზიანებელმა სხვადასხვა სახეობის საგნებმა და საშუალებებმა. წმინდაო და დიდებულო მამაო ზეციერო, გთხოვ და გემუდარებით ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც მოუტანეთ რწმენა, სიბრძნე, კეთილგონიერება, ნებისყოფა, ხალისი და ცხონების სურვილი, რათა ისინი განირიდონ ცოდვებს იარონ გადარჩენისა და ცხონების გზებით და ისინი აღჭურვილნი ღვთისკურთხეულ საჭურველით. არ ჯობია ესენი ვიდრე მაკარდი დიდის ცოდვები მოვიკითხოთ და ჩვენთან მაკარდი დიდის ცოდვები ჩვენ ცოდვებად მივიღოთ. ხალხო, აზრზე ხართ სად გვამყოფებდნენ ესენი? და არ ჯობია დღეს რაც აქტუალურია იმაზე ვილოცოთ მართლაც როგორც აი ამ ხელა ვირუსების და იმების ბრძოლებში ვართ და იმას გავუმკლავდეთ და იმაზე ვილოცოთ და არა იმ რუშობაზე და იმ ჩაქოლებზე და დავრჩეთ იმ საუკუნეებში და კეთილო მამაო ზეციერო და მამაზე ციერის თაყვანის მცემელნო ზეციერო ძალნო გევედრებით მარადიუდად კეთილად გვაღვაწეთ და ისეთი ჯანმრთელობა მოგვანიჭეთ, რომ სხვათა მოსავლელი და საავადმყოფოში დასაწოლი არ გავხდეთ. აქ ცოტა შესაძლებელი, იმიტომ რომ არ გავხდეთ ნიშნავს რომ გავხდეთ, ანუ ნუ გავხდებით, ესე ჯობია რომ დავამთავროთ. ნუ გავხდებოდეთ. მოგდეთ ერთი სიტყვით მეგობრებო რა, ეხლა აი ამ ლოცვაში, აი აქ უკვე თავში ვგრძნობ რაღაცა შედეგს. ანუ ეს ადგილი უკვე იხსნება. ხედავთ რამხელა ძლიერი ლოცვებია? თამარ გამოაქვეყნა ეს ლოცვები გაიხარე. ხო, ნატო, იცი რას ვიზავ? ვერ მოვიცალე დღეს, ბევრი საქმეები მქონდა. გადავიღებ მე, ბევრი არ არის, ნახე პატარა არის, სულ არის 57 გვერდიანია. გადავიღებ მე და ავტვირთავ, კი, ნამდვილად ავტვირთავ, იმიტომ რომ ჯობია ესე ვილოცოთ, ვიდრე მაკარდი დიდის ლოცვები, ჩვენ რატო მაკარდი დიდის ცოდვები ჩვენს თავზე რატო უნდა ვილოცოთ ყოველდღე? გამაგებინეთ ხალხო რა. აი გამაგებინეთ რა სარგებლობა მოაქვს თორე კი. ადამიანებს ავადმყოფებს. ჩემი ქმარი რომ სათნოები ცავსია და კაცს ადამიანს რო არ გაუკეთებია ესეთი ცუდი რაღაცები და უცბად ისო რა ქვია. მე მრუში და მე მკვლელი და მე საწყალი და მე ავაზაკი და მე ის და მე ის და მე ის და გადაირია კაცი რა გავხდებიო საბოლოო ჯამში მართლა გავხდები ესეთი ესე რომ ყოველდღე რო ვილოცო. რანაირი ლოცვები გაქვთ ხო არ გაგიჟდითო? მართალია კაცი. მე მამა ისო რა ქვია შვებას არ გვრისო მე რო ამთავრებ ამ ლოცვებსო. რანაირად უნდა მომგვაროს შვებაო მთელი ამ ლოცვების განმავლობაში ვიტანჯებიო. და ტანჯვაში ხარ, წარმოიდგინე. ტანჯვაში ხარ ტიპი რა. როცა თავი უნდა გაგეხსნას, როცა ლოცულობ. აი აქ უნდა ეს გაიხსნას ეს ადგილი, ცისკარი უნდა გაიხსნას. თამარ გამოგიქვეყნა ეს ხო ბედნიერი ახალ წელს გისურვებ. მადლობა მარი. მე დღეს ახალი წელია ძველი ხო? დღეს აუ მე მაგებს არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ ახალი წელი არის მარტში და ნუ მოკლედ ახალ წელს გისურვებთ. თვითონაც ასე ლოცულობენ თამარ, იქნებ დაგიჯერონ, იქნებ გადარჩნენ. ლილი, შენ ის არიცი? ჯოჯოხეთში ყოფნა ვისაც უნდა იმან 64-ის არსი არ უნდა რომ გაიგოს. 64-ის არსის შესახებ აკანკალებს, იმან 64 ჯოჯოხეთი გონია. და გაიგონა რა ის? არიციან თვითონ, შენ გონე თვითონ არიციან რომ სატანჯველში ამყოფებენ ხალხს, მაგრამ ეგრე რო სურთ, ეგრო იუდეველების სისხლის მსმელი ღმერთის მონაცემშია და მოთხოვნილება. აქ ზემოთ ვიღაცამ კომენტარი დამიწერა რაღაცის. ეს რატო ხო?
აბა რისი კომენტარი წავიდა, გადახდა, მიხდა, მოხდა. ეს სიყვარულით ლაპარაკი როგორ გიხდება თამარ, დიდება უფალს, დიდება უფალს, დიდება უფალს. ჩვენი სიყვარული ჩვენი გადამიხდა ისე. სიყვარული თამარა და მთელ მის ოჯახს ყოველი კარინა იხსენებს კაკუნით და უფლის მოწყალებით. როგორ მიჭირს ხოლმე ლათინურად ქართულის კითხვა, იცით? ლოცა გონს სწორინგ დიდება უფალს, დიდება თამარ ეგ ლოცვები დაგიდებთ ამ ლოცვებს, კი, მარი, დაგიდებთ აუცილებლად ამ ლოცვებს. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. დღეს ვიღაცამ მომწერა YouTube-ზე რა, რომ ეს იქნება მაგ საგიჟეში შენ თვითონ წახვიდე შესატანისტო და რაღაცეები რა და ამ ხალხს სატანისტი გონია ის ადამიანი, ვინც სატანას ამხელს რა და ხო შენ ვინც გისმენსო ესე და ესეო და მე მიწერე რომ შენ მეთქი არ უსმენ აქ თუ რა ხდება თქო რა თუ დაგესიზრო მეთქი ეს ჩემი ლაიფი თქო და ერთი მაინტერესებს რა პასუხს გამცემს როგორ მაინტერესებს ესეთი ხალხის რა ადამიანები რომ ჩემს ლაიფებს უსმენენ თან სატანას მიწოდებენ თან რაღაცა ისა იცი რა არის აი ტროლებზე არ მაქვს მესაუბარი იმ ხალხზე მაქვს მესაუბარი ვინც მართლა ვისაც მართლა გონია რომ აი მე რახან ილია მეორეს ვამხელ საპატრიარქოს ვამხელ უსამართლობას ვამხელ სატანისტი ვარ რა და ცისკარი გახსნოდეს ამ ადამიანს და დავლოცავ რომ აი ცისკარი გაგხსნოდეთ გაგეგოთ ამ თვალებში ჩაგეხედოთ და დაგენახოთ ის რაც არის ამ თვალების უკან სინათლე დაგენახოთ აი ახლა ცოტა სიბნელე ნახე სიბნელემ როგორ იმასაკნა წავიში იმეების დაცემული ანგელოზების ფანქარი რატო იცით მეგობრებო დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს ასწავლეს როგორ ანუ ფერები როგორ დაემზადებინათ და მე თვითონ თავები როგორ მოერთოთ რა დღეს რაც ესე აქტიურად ხორციელდება და ეს მთელი ვაჭრობა და დაისხამენ აქ რაღაცებს და მოკლედ ამხელა იმებს მაგას ვაკეთებდი როცა ვიყავი 17 წლის და სენაზე რო ვიდექი და ყოველდღიურად რომ უნდა წამესვა გრიმი და ეს დავიყალე რა და მე ვთქვი თავი გამანებეთ რა და ეხლა ყოველდღიურად ვიღაცას კიდე იმისათვის რომ ჩემი სახე არ დაინახოს ეს მასკები ზედვიდო და ამხელა ეს რაღაცეები და იქ ფულები ვყარო და იქ გავიდე მეორე დღეს ვიმუშაო თავგუდმოგლეჯილი ვირბინო და ის ვიყიდო და მე თავზე დავიდეო თან რა ძვირები ყირს რა მაგაზე კი არ არის ძვირობაზე მაგრამ წარმოიდგინე უბრალოდ სად ვართ რა რომ როგორ ჩაგვითრია ბოროტმა მე არა ეხლა მე მოვეშვი მაგ საკითხს მაგრამ როგორ ჩაითრია კაცობრიობა ბოროტმა რომ იმისათვის ამუშავებს რომ ის რაც არის არ ეყოს დაიმატოს აქ ტუჩებზე, ცხვირზე, ლოყებზე, ფრჩხილებზე, თვალებზე, კანზე, ყველაფერზე დაიმატოს და დაიდოს და დაისხას და შეიფეროს და მოკლედ დაცემული ანგელოზების ვითარებაა რა და ეხლა გაუტყდებათ იმ ხალხს, ვინც ამაშია ჩართული, მაგრამ აი მე გეუბნებით რა, ერთ რამეს გეუბნებით. თუ ადამიანს არ შეუძლია ბუნებრივი მიიღოს თავისი თავი, როგორიც არის, აი თავისი ჭაღარით და თავისი ნაოჭებით და თავისი ისეთი როგორიც არის, ხო? ესე იგი მას აქვს მიუღებლობა თავისი თავის მიმართ. და თუ ადამიანს მიუღებლობა აქვს თავისი თავის მიმართ, მასში არის სიყვარული მოკლებული. მასში გულის ჩაკრა თუ გულის ენერგეტიკული ველი ჯერ გახსნილი კი არა და შეგრძნების დონეზეც არა აქვს შეგრძნებული, რომ ის არსებობს საერთოდ გულის ენერგეტიკული ველი. მამაკაცებში, ქალებში, რომელსაც ბუნებრიობას ვერ იტანენ და მათ თუ არ დაინახეს რაღაც აი მიკრასკული, მოკრასკული ტუჩებ დაბერილი და ისინი
მათაც ასევე ჩაკეტილი აქვთ გულის ჩაკრა და საერთოდ აზრზე არ არიან რა არის ენერგეტიკული ველი. მამაკაცები, რომლებიც მიზიდულობის ძალით არიან ისეთ ქალებთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მასკებს აი ამ ხელა გრიმს ატარებენ, აი ამ ხელას რა. და მე გეტყვით ერთ რამეს. ამაში ვარჯიშია საჭირო, მეგობრებო რა. იმისათვის, რომ შენ მიმღებლობა გაგიჩნდეს შენი თავის მიმართ, აუცილებლად უნდა ივარჯიშო. მე მაგალითად მავარჯიშა ჩემმა მეუღლემ. როგორ მავარჯიშა გეტყვით რა. გამოვივლიდი, სარკეში ჩავიხედავდი, რაღაცას შევისწორებდი, ვითომ რაღაცა იქ რაღაცებს რა. სულ სარკეში ვიყურებოდი, იმის თვალში დამოკიდებული ვიყავი სარკეზე. და სხვათა შორის რომ გადავეჩვი ამ სარკეზე დამოკიდებულებას, ეხლა მე ვამჩნევ სხვები როგორ არიან სარკეზე დამოკიდებული. ვინ სარკეზეა დამოკიდებული, მასში არის თვითდამაჯერებლობა ნაკლები. თვით თავისი საკუთარი თავის მიმართ რწმენა არის ძალიან დაბალი. და ამიტომ ისინი ყოველ წუთიერად მოითხოვს მისი შინაგანი, რომ ჩაიხედოს სარკეში, რომ მან აღიაროს თავისი თავი, რომ ლამაზია, ეს არის, ნახეთ რა ულამაზესია, აი აქ ერთი ძალი ღერი რო ქონდა ჩამოვარდნილი, ესე გაისწორა, დაკმაყოფილდა, რა კარგია სარკეში უკვე მე ვიცი, რომ ეს თმა კარგად მაქვს და ეხლა ყველას მოვეწონები. გესმით? აი ეს წარვი თუ ესე მქონდა, ეს გავისწორე და სარკეში გავისწორე და ეხლა ყველას მოვეწონები, გესმის? აქ თუ რაღაცა მეცხო შემთხვევით და ვერ დავინახე, ეხლა ეს მოვიცონე, აი რა კარგია ხალხს ეხლა მოვეწონები, გესმის? აი ეს და თავის მიმართ ხალხს მოვეწონები. სხვას მოვეწონები. აბა სხვანაირად ადამიანი იმის არ დაკარგავს დროს იმისათვის, რომ სარკეში ჩაიხედოს რა. სარკეში ჩახედვა არის იმისათვის, რომ ხალხს მოეწონოს. აი, აბა ხალხი როგორ მიყურებს, ანუ შენი თავიდან გაგიყვანა გარეთ, გესმის? შინაგანში აღარ გამყოფებს სარკე. ამაზე სხვათა შორის ძალიან მაგარი ლექსია დადო ერთ-ერთმა გერმანელმა. ისა ამერიკელმა, მაგრამ გერმანულად უყურე. ისეთი მაგარი ლექსია იყო, რომ აი პირი დავაღე, რომ მეთქი ვა რა მაგარ სიღრმეში ჩაწოდა ეს კაცი რა. ვიმეორებ. როდესაც შენ სარკეში იყურებენ, ბუნებრივად ადამიანს არ გაუჩნდება იმის სურვილი, რომ სარკეში ჩაიხედოს. სარკე მოიგონეს, ისევ დაცემულმა ანგელოზზე მასწავლეს ადამიანებს და სხვა არავინ ბუნებრივი ადამიანის სარკეში ჩახედვა არის წყალში რომ ჩაიხედა, წყალში შენ თავს ხედა. მაგრამ სხვაგვარად ადამიანი ვერ მოიგონებდა სარკეს თუ არა დაცემული ანგელოზები ისევ და ისევ. ენოქის წიგნის თანახმად და როდესაც ადამიანი სარკე აღარ გმარა, ეხლა სელფები, აბა გადავიღო სელფი, დავფოსტო, ისე ვერ გრძნობს თავის თავს. დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც გერმანიაში ვსწავლობდი და მოღვაწეობდი, ხო? მყავდა ესეთი რუსი მეგობარი გოგო. მეგობარი რა, რომელსაც ყავდა თავისი მეგობარი ბიჭი. და ეს მეგობარი ბიჭი რომ გაიცნო თავიდან. ესეთი ვითარება იყო, რომ ამ მეგობარ ბიჭს სჭირდებოდა ბიჭს იმდენად დამოკიდებული იყო ამ ციფრულ აპარატებზე და ციფრულ სამყაროზე, რომ თუ სურათს არ გადაიღებდა, სელფს არ გადაიღებდნენ ერთად და არ დააფიქსირებდა, სურათში არ ჩაიხედებოდა, რომ ესენი ერთად არიან, ვერ გრძნობდა. ანუ ამ გოგოს ვერ გრძნობდა. გესმით, სადამდე იყო უკვე დასული? და შორს არ ვართ მანდედან, მეგობრებო რა. დღეს სელფომანია რო არის ყველგან, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად იმისკენ მივყავართ, რომ ჩვენ თავებს ვეღარ ვიგრძნობთ ერთ დროსაც. თუ ჩვენ სურათს არ გადავიღებთ და შიგნი არ ჩავიხედავთ, როგორ გამოვიყურებით, ჩვენ თავებს ვეღარ ვიგრძნობთ. როგორც იმ ბიჭს ჰქონდა რა. სურათი უნდა გადაიღოთ ყველგან, სადაც იყვნენ, რომ ამ ბიჭს დაიფიქსირებინა, რა ხდება? სადა ვართ? გესმის?
ადამიანის სულს ვერ ხედავს უბრალოდ მხოლოდ გარეგნობას. ხო, ფიზიკურ სხეულზე არის აბსოლუტურად გადასული მისი გონება, ამ სარკეში პრანჭვით, თმების გასწორებით და მე რა არის, იცი, ნახე, იმდენად კომპლექსდებით, რომ ჩვენ თავზე აღარ ყმა რა სხვას რო ხედავთ, იმას ვაკვირდებით, აბა აქ სადმე ის ხო არა, ბეწვი ხوار გამოუჩნდა. და თუ ბეწვი გამოუჩნდა, ჩვენ თავში უკვე დაეწყობა ესენი, ფუ რა ბანძია და ესეთი რაღაცეები რა. მე ყოველ დღეს ვისწორებ თავს და იმას როგორ გამოუჩნდა ბეწვი. გესმის და აქ უკვე ირთვება ის განკითხვის მანქანა, ეს ჩემიანი არ არის, გესმის? შენ გამოყოფ ამ ადამიანისგან თავს, იმიტომ რომ იმას იქ რაღაცა წვერები არ აქვს მოპარსული, იმას იქ ეს წამწამები არ აქვს ამოღებული, წარბები არ აქვს ლამაზად დავარცხნილი ან ამოღებული ან ამოქნილი და ესეთ რაღაცეებზე ისევ კომპლექსებით სხვათა შორის ენოქის წიგნში ძალიან ნათლად წერია წარბების ამოქნა დაცემულმა ანგელოზებმა ასწავლეს ადამიანებს. მეტი რაღა გითხრას ენოქმა. და დღეს ყველა ესეთები ვართ ესე, ვიქნით და ამ წარბებს ერთხელაც ავდექი და მოვუშვი ეს წარბები რა. ეხლა ძალიან ცუდად არ მქონდა, აქ ოდნავ ამომივიდა რაღაცა ესე ღეროები, მაგრამ აშკარად ხედავდი, რომ ძალიან აწუხებდა საზოგადოებას ეს რა. შენ მე არ მაწუხება, მე საერთოდ არ მაწუხებდა, მაგრამ საზოგადოებას ეს ხო აწუხებდა. და ეს ჩემი თეთრი თმებიც აწუხებს საზოგადოებას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლობლების წრეში დღესაც მეუბნებიან შეიღებე რა, ახალგაზრდა გოგო ხარ, შეიღებე რა, შეიღებე. ახალგაზრდა გოგო კი არა, კაცო, იცით რა ლამაზია ეს ჩემი ჭაღარა, მე იცით როგორ მომწონს. მე ძალიან მტყბები ამით, იცით რატომ? იმას ვხედავ, რაც ღმერთის ქმნილება არის. და რაც ჩემი ქმნილებაა, მე შემიძლია ვთქვა, დავიწყო შეღება და ის და გავხდე მონა ამ საკითხის რა. მონობაში ჩავარდე ეგრევე, რომ აი ყოველთვიურად ავდგე და მე ეს თმები შევიღებო, ჩემი ჯანმრთელობა ჯერ ეგერთიც დავაზიანო და ვეკითხები ჩემ თავს, ამისთვის გამაჩინა მე ღმერთმა, რომ ამაზე დავხარჯო დრო? რატო? ღმერთმა როგორიც შემქმნა, ხო? როგორიც ჩამოვყალიბდი, როგორი, აი 40 წლის ხდები ახლა 40 წლის ასაკში როგორი ჭაღარა მაგ არ მაინტერესებს? იმ თმებს რო იღებავ და იღებავ, შენ იმ ვითარებას ვეღარ აფიქსირებ, როგორ გარდაიქმენი მერე, აი შენი ჭაღარა როგორ შემოვიდა, იმას ვერ აფიქსირებ ხალხო. შენ აფიქსირებ მხოლოდ ერთ რამს, იტყუებ თავს და აი მე რა ლამაზი თმები მაქვს, შეღებილი თმები მაქვს. ამოქნილი წამწამები, წარბები ვერ აფიქსირებ და თუ ვერ აფიქსირებ შენს აი ამ ბუნებრივ მოვლენას, ხო? და გეშინია ამ მოვლენის თვალში გაყრის. შენ ხარ როგორ დაზიანებული, იცი, რა დონეზე დაზიანებული, იცი? აი მონასავით რო ადგება ადამიანი, დილით მიდის სამსახურში, მოდის სახლში, გამოიმუშავა საჭმელი, რომ საჭმლის ფული, რომ ჭამოს, დილით ადგეს, ისევ წავიდეს სამსახურში, ისევ მოვიდეს, ჭამოს, ისევ ადგეს სამსახურში, წავიდეს, ჭამოს, ადგეს, ჭამოს, ჭამოს, წავიდეს, ადგეს და ესეთები და სადღაცა რაღაცა იქ მოაგროვებს ერთ-ერთ თანხას და წავიდეს ცოტა გაერთოს. რატო ხალხო, რატო? რა დაგიშავათ თქვენმა თავებმა ასეთი ძალიან მაგრად რომ მონობაში ამყოფებთ? აბა სახს ვიღა აშენებს მერე. აბა იმ მანქანას ვიღა იყიდის მერე. რატო, კაცო, გითხრა ქრისტემ, ან მანქანა გჭირდებაო, ან სახლი გჭირდებაო, ან სახლი ააშენეო, ან მანქანა იყიდო, გითხრა ქრისტემ. აი ქრისტე ძალიან უბრალოდ რაღაცა. სხვათა შორის ქრისტეფორეს რო ვესაუბრებოდი, აი ისეთი მაგარი საუბარი იყო, რომ ესე მეგონა, რომ აი ახლა ჩემ ყურებს სიამოვნებს, რასაც ვიგებ, იმიტომ რომ იცი რა თქვა ქრისტეფორემ, რასაც მე ვიძახი, რომ ქრისტემ ბევრი რამე კი არ თქვაო. ცოტა რაღაც თქვაო. და ის ცოტა რო შევასრულოთო, ჩვენო ბედნიერები ვიქნებითო.
მაგრამ ამის გადება რომ არ გვინდაო, ყველაფერს მივედმოვედებით და ვაკეთებთ იმ სხვა რაღაცეებს, რომ აი ეს უბრალოება არ გავიგოთ რა არის. გესმით? პლატონი წერს კი გეთახმები ვიდეოს რომ წერ, ტიპები კომენტარს მიწერენ, თავი მოიწეს რიგეო ჯერ პლატონ ეგენი მე გავლილი მაქვს უკვე ეგ სკოლა და შენ ვინ რა უნდა გისმინოსო. პლატონ, ეს არის ზუსტად ეს ქრისტიანები, რომლებიც ილიას ეკლესიის ჩამოყალიბებულები არიან, რომლებიც უყურებენ იმას იქ როგორ აქ თავი მოწესრიგებული და იმან იქ რა კაბა ჩაიცვა, იმან იქ რა ფეხსაცმელები ჩაიცვა და ამიტომაც ეთყობა იმ ილიასაც $800 ფეხსაცმელები, რომ ჩემ ამ რევლმაო არ მიმტყუნოსო რა. გესმის და იმას ხალხს ჩვენაირ ხალხს რომ დაინახავენ, ეშინიათ ესეთი ხალხის პლატონ. ბუნებრივ ადამიანებს რო ხედავენ, გული უსკდებათ. იმიტომ ეუბნებოდნენ ქრისტეს, რომ ხელები არ დაიბანაო. ეგრანაირი ის არისო, ხელები არ დაიბანა საჭვლისწინო. და ქრისტემ რა უთხრა, იცით, რომ მუცელში ჩამავალი კი არ დაგაბინძურებს, პირიდან გამომავალი დაგაბინძურებს, ხო? ხო და თამარიონი წერს, თამარ ძალიან გაფასებ, აი ეგეთი უბრალო რომ ხარ და რეალობის იღებ პირდაპირ, მოკლედ გეთანხმები ყველაფერში. თამარ, იცი რა არის? ძალიან რთული იყო, მე მახსოვს ეს პროცესი, ჩემი ტრანსფორმაციის პროცესი. ეს არის ტრანსცენდენტული ფსიქოლოგია რა. ტრანსცენდენტული ფსიქოლოგია არის ის, რომ შენი ჩარჩოებიდან გახვიდე. ის ჩარჩოები რაც შეგიქმნეს, მე მახსოვს როგორ მეწვოდა, შინაგანად ვიწყოდი, როცა აი ამას გავდიოდი ამ პროცესს რა, რომ აი ახლა მე მომიწევს და მიწევს და ვაიძულებ ჩემ თავს, რომ ვიყო ბუნებრივი. და ბუნებრიობას სანამ შევეჩვიე, ისეთივე დაზიანებული ვიყავი, როგორც დღეს ეს საზოგადოება არის. სხვის ბუნებრიობას მე ვერ ვიტანდი. მეც იგივე მჭირდა ხოლმე, რომ ჭაღარად მით რომ დავინახავდი ადამიანს, შიშის გრძნობა, ანუ შიში მეწყია, შიშია ეს რა, მიუღებლობა არის შიში. მე რომ დავინახავდი ადამიანს, რომელიც დადის მოუწესრიგებელი ფეხსაცმელებით, აი მაგალითად ჭუჭყიანი ფეხსაცმელები რო აქვს, ხო? ეგრევე განკითხვის მანქანა ირთვებოდა ჩემს თავში რა. და დღემდე ვებრძვი სხვათა შორის მაგ მანქანებს. დღემდე ვებრძვი. უბრალოდ მივეჩვიე რას, იცი რომ ასეთ ადამიანს რო დავინახავ, ვიცი რომ პირველ რიგში შემეშინდება. და მეორე რიგში ვიცი რომ ეს ადამიანი არის ყველაზე ღმერთთან ახლოს. იმიტომ რომ ის ბუნებრივია. ის არ სხვანაირდება იმის გამო რომ სხვამ რაღაცა არ თქვას. და ამ შიშებს ჩემში რაც არის თქვათ, ხო, რა შიშიც ამოვარდა, განკითხვების მანქანები რო ჩაირთო თავში, იმას მე თვითონვე ვაჩერებ. აი კრომპკას რო დააჭირო და უთხრა რა ხა გეყოფა რა, დაეტიე შენს ადგილზე, მიჯექი მანდ. ამას უნდა სწავლა. ეს თუ არ ვისწავლეთ ჩვენ გვასწავლეს და დღემდე ადამ და ევადან მოყოლებული არა, დაცემული ანგელოზებიდან მოყოლებული დღემდე. დაცემულმა ანგელოზებმა რო კაცობრიობას ასწავლეს ესე უნდა იყო. დღემდე ადამიანი მიეჩვია იმას, რომ აქ ეს წამწამები და წარბები უნდა გაიკეთოს, იქ ეს უნდა ჩაიკრასკოს, იქ ეს უნდა სამაჯურები გაიკეთოს, ბეჭდები, აისხას, ანუ ბუნებრიობაში სად არის ბეჭდები და სად არის სამაჯურები, სად არის ქვები და სად არის რომ ჩამოიკიდო და ატარო. ეს არის ყველაფერი დაცემული სულის. შენ რომ რაღაცას ის გაქვს, სიცარიელე გაქვს სულიერი, ივსებ ამ ყველაფრით, რომ აი ის დაიკიდო, ის ჩაიცვა, ის გიშველის, ეს გიშველის, ის უნდა გაიკეთო, აქ ეს უნდა გაიკეთო, რაღაცეები. იმიტომ ვეუბნები რა ადამიანებს. საერთოდ ჯადოქრობაც რო ასწავლეს დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს, ეს არის უბრალოდ რა, იცი რომ ის რიტუალები, ის სცენარეები, რომლებსაც ან წვავენ, ან იმაშვებიან, ეს ყველაფერი არის შენი თავის
განსამტკიცებლად, რომ აი ახლა ეს რიტუალი რო გააკეთე, ეს მოხდება. არა და სინამდვილეში ქრისტემ თქვა ერთი რამ რა. თუ შენ ირწმუნებ აი აქ თავში 100%-ით. არც შენი სცენარი დაგჭირდება, არც ის ქვა დაგჭირდება, არც ის წერა დაგჭირდება, არც ის დაგჭირდება იმისათვის, რომ ის მოხდეს, რასაც ირწმუნებ. ანუ მჭხიბაობა აღარ დაგჭირდებაო რა, გეუბნება ქრისტე პირდაპირ. შენ ირწმუნე, ითხოვე, ღმერთს თხოვე და რაც მოსაცემია ის მოგეცემა. ამიტომ რედუცირდება, ანუ დაიყვანება მხოლოდ ერთ რამეზე, რწმენაზე დაიყვანება ჭეშმარიტი ქრისტიანი. არ სჭირდება იმას ახლა თბილი ქურქები, ოქროს ბეჭდები, ოქროს ცეპები, სიგილების წერა, ყვავილების შეგროვება, მერე დაწვა, იქ რაღაცა, იქ ეს, იქ ის. აღარ სჭირდება. ეგ არის უბრალოდ რწმენა დაკარგული ადამიანის რიტუალი, რომ ისევ აღიდგინოს რწმენა, აი ეს რო გააკეთა, ეხლა უფრო ძალიან მაგრად წაამს, გესმის, უფრო რწმენაში ძლიერდება და ეხლა უკვე მოხდება ის, რაც სამყაროში გაუშვა ზეცაში. და ვიღაცა მეუბნება ხოლმე, რომ ერთი კომენტარი წავიკითხე დღეს, რომ ჩვენო ქრისტეები არ ვართოთ, მოიცა გამახსენდეს რა. მახსოვს ჩემი პასუხი რა ვუპასუხე რა. ხო, ძალიან თავდაჯერებული ხო არ ხარო შენ ესე რომ ამბობო რომ შენ წმინდანი ხარო და ესო და. იცი რა მეგობრებო, თავდაჯერებულობა ზედმეტი არ არსებობს. თავდაჯერებულობა არსებობს მხოლოდ მცირე. იმიტომ რომ ქრისტე თავად გეუბნება, ქრისტეს სიტყვებია ეს, ქრისტე გეუბნება რომ შენ ხარ ღმერთი. და მე თუ ჩემ თავს დავაკნინებ იქამდე რომ იცი რა ამესად მივაღწევ ღმერთობამდე, შენ ქრისტეს სიტყვებს ეწინააღმდეგები. შენ დაგაჯერეს იმაში, რომ ამპარტავნებაა და ხიბლში ყოფნა, რომ შენს თავს წმინდანად აღიქვავ. შენს თავს ღმერთად აღიქვავ. ეგ გვითხრა ქრისტემ ხალხო. სატანას კი არ უთქვია ჩვენთვის, ქრისტემ გვითხრა ეგ. რომ თქვენ განა არ იცით ღმერთები რომ ხართ. და მე რა უფლება მაქვს რომ ვუწოდო ჩემს თავს, მე ცოდვილი, მე საწყალი, მე მრუში და მე ასე. მე ვარ ის, ვინც მითხრა ქრისტემ რომ ვარ. მე ვარ თავად ღმერთ კაცი. მე ვარ ღმერთი, ქრისტემ მითხრა. მე ვარ წმინდანი, მე უნდა ვიყო. და მე თუ ამის არ მჯერა, უნდა დავიჯერო. ამიტომ მე ძალიან დავაფასე ქრისტეფორეს ლოცვები, სადაც ღმერთს მადლობს იმას, რადაც შექმნა ღმერთი, ღმერთმა თავის სახად ხატად ადამიანი და ამისათვის ვმადლობთ ჩვენ ღმერთს. გესმის? ვმადლობდეთ უნდა. თავს არ უნდა ვიკნინებდეთ. ქრისტემ გვითხრა უკვე, ადამ და ევამ თუ ცოდეს და იმის მერე თუ ადამიანები რაღაცა საშინელებები იყვნენ, ქრისტე მოვიდა და გვიხსნა ხალხო და გვითხრა რომ განა არ იცით რომ თქვენ ღმერთები ხართ ხალხო. ირწმუნეთ. გახდით ჩემნაირები. და ამას რომ ვამბობ, ხალხს რაღაცა ის გონია რომ მე უკვე ამპარტავნებაში ვარ, სატანა მაცდუნებს, ის მაცდუნებს, განა იმას არ აცდუნებს სატანა, ვინც თავის თავს იწყევლის, ვაიმე და ვაიმეთი. ნეტა ამას რატო არ ფიქრობენ რომ ამ თავის თვით გვემაში რომ არიან ეს სატანისტური არ არის. არ ჯობია რომ შენი თავის ეს უფრო იმედს გაძლევს, გაიხსენეთ ქრისტეს რო ეუბნებიან, რატო განკურნეო, შაბათი არისო დღესო. სატანისგან ხარო შეპყრობილო. არ ჯობიაო ვირის გადარჩენასო, იქ რო ვირი რო ჩავარდესო, იმას გადაარჩენო და ადამიანი გადაარჩინო ამ დღესო. იგივეა ხალხო, იგივე. შაბათ დღეს იუდეველებს რო ეჯერათ რომ არ შეიძლება არავის დახმარება. რა არავის დახმარება ხალხო, ადამიანები ვართ, ღვთისმფრინლები ვართ. ჩვენ ვართ ღმერთ კაცები. ღმერთმა თავის ხატად და სახად შექმნა და ჩვენ არ ვუწოდეთ ჩვენ თავს ღმერთ კაცები? აბა რა უნდა უწოდოთ? მონები და მონაზვნები და საწყალი უვიცები? პლატონ კი მეუფე ქრისტეფორე ჭეშმარიტად ღვთისმსახურია, ნამდვილად ღვთისმსახურია. აბა
აბა ის არის ღვთისმსახური, რომ თავის თავს უწმინდეს და უნეტარეს უწოდებს და დანარჩენებს მონეებს? თამარ, უბრალოდ მხოლოდ სიყვარულით ბრძოლაა ჩემო ძვირფასო გამარჯვებული. სიყვარულით, ხო, ახლა სიყვარულით ვლაპარაკობ, მე სიყვარულით მივედი ილიასთანაც და სიყვარულით ვამხელ ყველას, სიყვარულით. თორე მე სიყვარული არ მქონდეს, ეხლა უკვე იქ ვიქნებოდი რა, ეს დღეში ვიქნებოდი. სიყვარულით ვარ მე. სიყვარულით ბრაზდები, სიყვარულით მოდის ყველაფერი. ხელის სურვილის და ასე შემდეგ, თორე მე რო ფეხებზე მეკიდოს, ხმას არ გავცემდი, დავჯდებოდი სახში და ვიქნებოდი რა. აგერ არაფერი არ ყველაფერი მაქვს. რამე მაკლია? ყველაფერი მაქვს. რა მინდა მე იქ ან პატრიარქ ილია მეორესთან და ან კიდე ვინმე მღვდლებთან და ან კიდე ეკლესიაში რა მინდა მე. იქ უნდა დადიოდეს ხალხი, ვისაც სჭირდება მადლის მიღება და აქეთ მადლს მე თვითონ გავცემ, ხალხო. მადლობა უფალს რომ მომცა ამის ნიჭი და დამამადლა ეს მადლი. და ეხლა ვიღაცა თუ ამ პატარნებაში ჩამნითვლის იმას, რომ მე მადლს გავცემ და სად გაცემს მადლსო, შენ უფრო კარგად იცი მე რას ვაკეთებ თუ მე უფრო კარგად იცი მე რას ვაკეთებ. არ იცი მე რას ვაკეთებ, არ მიცნობ. ვინც მიცნობს, მან კარგად იცის, რასაც ვლაპარაკობ და რაც ვარ და ვინც ვარ. თუმცა, ჩემს მას რო კითხო, სატანამ შემიფხრო და ილია მეორე არა ის წმინდანია, იმას გამოცხადებები აქვს და პატრიარქად რახან კაკებემ აკურთხა, ის ღვთისგან დასმულია, გესმის და აბა ეხლა რა ვიცი, აბა ყველას თავისი ის აქვს რა, მოსაზრება და სამყარო აქვს შექმნილი. თამარ, ლაივის სათაურში შეცვალე სერაპიონის ნაცვლად ქრისტეფორე დაწერე. აუ, სერაპიონი დავაწერე ისევ? მანანა, მადლობა რომ აი ხო გეუბნებით რა, დავწერე სერაპიონი, მე წავშალე, მე დავწერე ქრისტეფორე, მე გამიქრა და ესე იგი მე ისევ სერაპიონი დამიწერია. ალბათ ერთი და იგივე ეს ტყუილად არ მომხდარა მეგობრებო რა. სერაპიონიც და მეუფე ქრისტეფორეც არიან ერთი და იგივე სულის წარმომადგენლები. ქრისტეში ერთნი არიან. ამიტომ აი ხა ცრემლები მომდის. სერაპიონმა მიმიყვანა ქრისტეფორესთან. გესმით? სერაპიონი არის ჩემი სულიერი მამა. ეს ვიგრძენი მაშინ, როცა მის წინაშე დავჯექი და კაცმა არაფერი არ თქვა საერთოდ, არაფერი არ მითხრა. არაფერი არ მითხრა. ვიჯექით და შემომხედა მე სახეში, ვუყურეთ ერთმანეთს და არც შევხედეთ ერთმანეთს. ცრემლები მცვიოდა მე. ცრემლები წამომივიდა. ცრემლები მომდიოდა და არ ვიცოდი რატო ვტიროდი. მომდიოდა ცრემლები და ქვემოდან დაბლა ბავშვები თამაშობდნენ და იქ კიდე ერთი მღვდელი იდგა რა და ესე მღვდელი იყო თუ არა, არ ვიცი, კაბა ეცვა იმ კაცს და ეს კაცი ეუბნება ამ ბავშვს რომ ნუ ტირი ხარო. გესმით რა სინქრონში ვიყავით ჩვენ ყველანი ერთად სამყაროსთან. მე ვტიროდი, არ ვიცი რატო ვტიროდი და ის კაცი ეუბნება ბავშვს რომ ნუ ტირი ხარო. მე მითხრა ეს სიტყვები, გესმის? იმ კაცმა. და მართალია მამა სერაპიონი ვეღარ ლაპარაკობს, მაგრამ მე მითხრა ეს სიტყვები, მაინც განგებამ, გესმით? აი სასწაული იყო რა, აი როგორ გითხრათ რა. როდესაც სულიერ მამას იპოვი, ხო? სულიერ მამას როცა იპოვი, იმას გულით იგრძნობ. იქ არ არის სიტყვები და იქ აღსარება ჩასაბე, გულით რო იგრძნობ, შენ მერე გაიხსენეთ ქრისტე რასამ მხოლოდ ცრემლით განიწმინდებითო, მარხვით და ცრემლით განიწმინდებითო. და აქამდე რო ავიდეს ენერგია, ანუ ცრემლამდე რო ავიდეს ენერგია, ჯერ გული უნდა გაიხსნას. და გულს რო გაივლის, მერე აი აქ მეხუთე ჩაკრას რო გაივლის, აკავა და წამოვა ცრემლის სახით, გესმის? ეს არის განწმენდა. გონებასა და გულს შორის არის სულიო. ქრისტე ეუბნება მაგდალინელს. და როცა შენ ზიხარ ადამიანის წინაშე და მხოლოდ მისი ენერგეტიკით შენ გული გეხსნება და ცრემლი მოგდის, წარმოგიდგენიათ რამხელა წმინდანი. აი, როცა მამა სერაპიონს ვახსენებ, სულ მინდება ხოლმე ტირილი.
და ტირილი იმიტომ კი არა რომ ცოდო ვარ და საწყალი ვარ. რაღაცა და სხვანაირი ტირილია ეს აი სიხარულის განწმენდის ტირილია. ეს არის სულიერი მამა. ეს არის სულიერი მამა. და მე მინდა გითხრათ რომ სულიერმა მამამ მიმიყვანა ქრისტეფორესთან. ამიტომაც სერაპიონი მაინც დავიწერია. გაუცნობიერებლად, მაგრამ შემთხვევით და დამთხოვები არ არსებობს. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. კი, ასე იციან წმინდანებმა სხვისი პირით გელაპარაკებიან. ხო, თამარ, მართლა ესეა. წმინდანთან მიახლოვებამ ეგრე იცის. ასევე ჩემთვის ვთქვათ, რასაც გავიფიქრებ, შენ უკვე ლაივში ამბობო. ასევე როცა ლაივს ვუყურებ, გავიფიქრე და უკვე თქვიო, პასუხი გამეცი ლაივშიო. აი ეს არის სული წმინდა ხალხო, სული წმინდა საუბრობს. ყველა ადამიანში ვისშიც სული წმინდა არის შესული ერთმანეთს ისე ესაუბრება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ხეებიც კი საუბრობენ. მე ჩემთან ხესაც კი უსაუბრია ხალხო. ისეთი სასწაულები მაქვს მე ნანახი, მაგრამ რა ვიცი, აბა ზოგი ვერ ხედავს ამ ყველაფერს და სიგიჟეც არქმევს და საგიჟეთში უშვებს ხალხს და აგერ კიდევ აშენებენ უფრო დიდი მეებს, რომ სულიერებაში ვინც გაიზარდა, საგიჟეთში წაიყვანონ, რომ იქნებ სულიერება რამენაირად მოუსპონ იმ ადამიანს, გესმის და ილია მეორის დონეზე დაიყვანონ. სიყვარული უნდა შეიცნოთ შემოუძველესო ჩურჩულებენ, ხო? მოკლედ მეგობრებო, ისე ძალიან გახარებული ვარ მე, რომ ესეთ ხალხთან გამაცნო. ღმერთს იცი რა ვკითხე ერთხელ. ის ხალხი სად არის მეთქი, ვინც შემნაირია თქო და აი დავყავარ ახლა და მაცნობს ხალხს თან და თან. ჩემი ხალხი სად არის მეთქი ეს ვკითხე. ანუ ჩემი ხალხი იმ ხრივ რა, აი ჩემნაირ რომ გაიგოს მე რასაც ვლაპარაკობ რა. და მე მისი მესმის, იმიტომ რომ ის რასაც ამბობს ჩემიანია და თამარ დღესაც იქ იმყოფებოდი ხომ, ზუსტად ეგ განვიცადე მეც დღეს მასთან. საუბრის ესრემლი მორეულმა. სად სერაპიონთან არ ყოფილვარ მე სერაპიონთან დღეს. მაგრამ დღეს ძალიან ბევრი საუბრები მქონდა. მაგრამ სერაპიონთან მინდა გითხრა რომ ხშირად ვარ ხოლმე, ანუ განცდის დონეზე ხშირად ვარ. მამა სერაპიონთან კი. და კიდე მივალ ალბათ ახლა ამ დღეებში, ავალ კიდე. ქრისტეფორესთან? არა, ქრისტეფორესთან არ ყოფილვარ დღეს. როგორ არა ვიყავი, წავიკითხე მისი ლოცვები. ანუ არსობრივად ვიყავი კი, ფიზიკურად არა. მოკლედ მეგობრებო, გეხუტებით ახლა და გემშვიდობებით მიყვარხართ. კიდევ ერთხელ გეტყვით, იცი რა, ხშირად გეტყვით რომ მიყვარხართ. ამასაც ვარჯიში უნდა. ამ სიტყვის გამოთქმას თავისებური ვარჯიში უნდა. და რაც უფრო ხშირად იტყვი, მით უფრო გეყვარება ხალხი, ხო? კი, წირვებს კვირაობით ხო თქვა, იმაში ლაივში თქვა. კვირა დღეს 10 საათზე, მე მგონი კვირას იწყება 10 საათზე, 10 საათზე. როგორ მინდა თბილისში ვიყო, შორენა ამბობს. შორენა მანდაც იქნებიან აუცილებლად ჩვენიანები და ნახე, მოძებნე ესეთი ხალხი. წავედი ახლა მიგაკოცეთ და გაერთიანებას გისურვებთ. ვუსურებ ჩვენ თავებს, გაერთიანებას, ერთიანებას. მთელი არსებით თქმა უნდა შეგეძლოს, ვიცი რომ ეგრე აკეთებ. მთელი არსებით თქმა უნდა შეგეძლოთ, ვიცი. ხო, აი როცა მე ვერ ვიტყუები ხოლმე, იმიტომ იცი რა არის, სანამ ადამიანს გული არ აქვს გახსნილი და ამბობს მიყვარხარ, იტყუება. ტყუის, ყოველ წუთს ტყუის. გესმის და ადამიანს ჯერ გული უნდა გაეხსნას, რომ ეს სიტყვა წარმოთქვას. და
მე მაგალითად ძალიან მიჭირდა ხოლმე ამ სიტყვის თქმა. ხო და ეხლა აღარ მიჭირს, ესე იგი გახსნილი მაქვს გულიც. აბა წავედი ახლა მე და